კალაშნიკოვების საქმე პროკურატურამ ავტომატური იარაღის შესყიდვის საქმის შესწავლა დაიწყო. საქმე ეხება თავდაცვის სამინისტროს ყოფილი ხელმძღვანელობის მიერ 42 მილიონიან კონტრაქტს, რომლის გამო ქართულ არმიაში ჯარისკაცების კვების პრობლემა დადგა. უკავშირდება თუ არა ეს ყველაფერი ფულის გათეთრებას, არ კონკრეტდება რომელი მინისტრის პირობებშია ხელმოწერილი მრავალმილიონიანი კონტრაქტი, თუმცა ცნობილია, რომ საუბარია 2011 წელზე. სამხედრო უწყების ძველი ხელმძღვანელობის მიერ კალაშნიკოვის ავტომატებში 10 მაგი ფასის გადახდის საქმის შესწავლას პროკურატურა იწყებს. პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ფულის გათეთრებაზე საუბრობს. გარკვეული ინფორმაცია განეკუთვნება საიდუმლო ინფორმაციას, ისიც რომ საქმე გადაეცა პროკურატურას და შესაბამისად დეტალებზე მე გამიჭირდება ვისაუბრო. ფაქტი არის, რომ მიუხედავად იმისა, რომ წინა ხელისუფლება ხშირად საუბრობდა იმაზე, რომ ქვეყანაში არ არის კორუფცია, აშკარად მეჩვენება, რომ აქ გვაქვს წმინდა ფულის გათეთრებასთან საქმე. არასოდეს მას მერე რაც დამოუკიდებლობა აღდგა, საქართველოში საქმეზე შეიარაღებაშიც და საერთოდაც ფული ისე არ დახარჯულა, როგორც 2003 წლის ბოლოდან 2012 წლის 1 ოქტომბრამდე. კალაშნიკოვების შესყიდვის თემაზე პრემიერ-მინისტრმა ივანიშვილმა განაცხადა. მისი თქმით 10 მაგი ფასის გადახდამ თავდაცვის სამინისტროს ჯარისკაცების კვების პრობლემა შეუქმნა. დაგეგმილი არ ქონდათ, კარგად გესმის ალბათ, ავტომატის შეძენა და ეს ტანკის შეძენა ბიუჯეტში არ იყო, მაგრამ თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტიდან გადარიცხეს ეს და დააფინანსეს, უკვე გადახდილი ეს ფული და ის რაც აუცილებელია დღეს და არ აქვთ კვებაზე და ესე შემდგომ ჩაცმაზე და სხვა კონტრაქტები რაც არსებობს თავდაცვის სამინისტროში და ვერ აფინანსებენ, ჩვენ იზოლებული ვიყავით, გამოგვენახა დამატებით 52 მილიონი. არასამთავრობო სექტორში მიიჩნევენ, რომ შესყიდვების შესახებ ინფორმაცია ძველი პარლამენტის ნდობის ჯგუფს უნდა ჰქონდეს. თუ დგას დღეს პროკურატურის წინაშე საკითხი, რომ გარკვეული შეიარაღება და რასაც პრემიერი აცხადებს კალაშნიკოვების ფასი, რომ 10 ჯერ მეტი იყო, ვიდრე იყო ის საბაზრო ღირებულება, რეალურად დაფიქსირდა. ამ შემთხვევაში ნდობის ჯგუფი არის უბრალოდ ის სამსახური, რომელსაც კანონით ჰქონდა ფუნქცია, რომ გაეკონტროლებინა ასეთი ხარჯები. თავდაცვის სამინისტროს 113 მილიონიანი დანაკლისის შესახებ ირაკლი ალასანიამ დანიშვნის პირველივე დღეს განაცხადა.